საქართველოში სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის მფლობელების უსაფრთხოების ავტორიზაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. 2025 წლიდან სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვებისთვის უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება ინფრასტრუქტურის მენეჯერებს კი სარკინიგზო უსაფრთხოების ავტორიზაციის ფლობის ვალდებულება წარმოეშვათ. უსაფრთხოების სერტიფიკატს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს. ამ დროისთვის შეფასდა 127 ობიექტი, უკვე გაიცა 28 ავტორიზაცია, 72 კი გაცემის ბოლო ეტაპზეა. უსაფრთხოების ავტორიზაციის პროცესით სრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმის პირველი ფაზა, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს სარკინიგზო სისტემის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, მით უფრო რომ ქვეყანა ჩართულია ისეთ საერთაშორისო მარშრუტებში, როგორც არის შუა დერეფანი. უნდა აღინიშნოს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, ნამდვილად უპრეცედენტოა ჩვენს რეგიონში და ბიზნესს ისახავს ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულთან, მათ შორის უსაფრთხოების ნორმებთან მიმართებაში. ავტორიზაციის ფლობის ვალდებულება შეეხო სარკინიგზო საწარმოებს და ინფრასტრუქტურის მენეჯერებს, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგების, ეგრეთ წოდებული რკინიგზის ჩიხების ფლობელებს. ესენი არიან კომპანიები, ძირითადად მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ფლობენ სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას